გოგოებო, წარმოიდგინეთ, დედა ჩემი უკვე მეორე დღეა გაუჩერებლად მირეკავს და მე მეშინია პასუხის. ასე რომ დამინახოს ვიდეო კოლში რა უნდა ვქნა საერთოდ. უთხარი რომ დედა ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ცოტა ფერმკრთალი ვარ. ან უთხარი რომ რაღაც კრემს იყენებ და სახეზე კრემი გისვია. გოგოებო, სანამ აქ ვართ პრობლემა არ არის. ვერავინ გხედავს, მაგრამ მე როგორ იქნება? სკოლაში როგორ ვივლით, მოლებში როგორ წავალთ, როგორ ვიცხოვრებთ? როგორც ახლა გოგოებო, ყველა დაგცინებთ. ეს რა არის? მგონი წერილი ჩვენი შეყვარებულებისგან. რა წერია? ყველაზე ლამაზ გოგოებს. ხო, ყველაზე ლამაზ გოგოებს. გოგოებო, არ გეწყინოთ, მაგრამ ახლა ყველაზე ლამაზი თქვენში მე ვარ. კარგი, რა წერია? ძალიან კარგი იქნებოდა რომ შემეძლოს ამ ხელწერის წაკითხვა. გოგოებო, გპატიჟებთ პაემანზე, ზომბის კაფეში, დიანა, კნოპა და ნასტია. ყველაზე ლამაზი გოგოები ხართ და გვინდა რომ ყველა ჩვენს მეგობარს შეშურდეს. ყველაზე ლამაზო გოგოებო, თანახმა ხართ თუ არა რომ წამოხვიდეთ პაემანზე. ზიპი, ზაკი და ზაკატი. ხო, რა თქმა უნდა, მინდა რომ წავიდე. ძალიან კარგად ჟღერს ეს კაფე. გოგოებო, თქვენთან ვარ, ამ ზალინა ვიღაც გიჟთან არ დავხვდები. კარგი, დაწყნარდით, საერთოდ რატომ ფიქრობთ რომ წავალთ? არ წავალთ კნოპა? ხო, მაგრამ ასე ჩქარა არ უნდა დავთანხმდეთ. გონი კითხულობენ, ახლა გამოვლენ და გვეტყვიან რომ თანახმა არიან, ანუ უბრალოდ გაიყინებიან და არაფერს გვეტყვიან. ბიჭებო, აქ რატომ სხედხართ? ჯანდაბა, ადექით, მოკლე ქვედაბოლომაცვია. პაემანზე ჯერ უნდა დავფიქრდეთ. გოგოებო, დაგვეთანხმეთ, მაგარი იქნება. ხო, ისინი მაგარი თინეიჯერები არიან, პოპულარულებიც, ფეხბურთელები და კალათბურთელები და მუსიკოსები და დრამერებიც არიან. არ წამოხვალ ჩვენთან ერთად. მაგარია, მაგრამ თუ ამდენი ვიღაც იქნება, ესე იგი უნდა გამოვიბრანჭოთ, არა? ჯანდაბა, რა აცვიათ ზომბი გოგოებს? რა მოდა აქვთ? რა მოდა, რაღაც დახეული კაბა ალბათ. არა, მაგას ნუ იძახი, ჩვენი ზომბი გოგოები მოდურებიც არიან და საყვარლებიც. კარგი, მგონი გავანაწყენეთ ჩვენი ზომბი ბიჭები. კარგი, ვნახავთ ჩვენს კარადას და რამე საინტერესო თუ გვაქვს, წამოყვებით პაემანზე. მეც მოდივარ თქვენს ზომბი კაფეში. ზაკატ, რომელი კაბა ჩავიცვა? წითელი თუ ლურჯი? ზალინა, კარგი, რა შენი ჩერლიდერობის ფორმით წამოდი, სადაც მაგარი ჩერლიდერი ზებრა ხარ. ზაკატ, როდის უნდა შეწყვეტოს შენთან ფლირტაობა? ლურჯი ერთში. კნოპა, მე და ზალინამ გადავწყვეტეთ რომ მეგობრები ვიყოთ. აბა გოგოებო, გითხარით, კი თუ არა? რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ კიდე აქ? წამოყვავთ თუ არა? როგორ გავბედავთ საერთოდ უარის თქმას? წავიდეთ. ოპა, მაგარი, გავუშვით ერთად. კარგი, დღეს ისევ შანსი მექნება რომ ზაკატი დავიბრუნო. მოიცადეთ, ვიღაცა მოგვატყუა. პიცა, აის, სად არის ჩვენი მილკშეიქები? გუშინ თქვით რომ რაღაც საჭმელს თუ შეუკვეთავდი, უფასო მილკშეიქს მიიღებდი და ჩვენ საჭმელი შევუკვეთეთ. ზოგმა ორ-ორჯერაც და სად არის? თუ მილკშეიქები არ გაქვს, მაშინ ლიმონათები მაინც გაგვიკეთეთ. არ მესმის რა პრობლემაა, რძე არ მიგვიღია უბრალოდ. რძე არ გვაქვს. და ლიმონათისთვის ხილი არ გვაქვს. კარგი, ყველაფერი გასაგებია, დღეს მილკშეიქების და ლიმონათების გარეშე ვარ, წავედით. ის მატყუ არ ხარ. სიცოცხლე საღამოს დავბრუნდებით და მილკშეიკით ისევ არ იქნება. კარგი, საკმარისია დაწყნარდით, ჩვენ თუ პირობას ვდებთ, ესე იგი შევასრულებთ. ჩვენ ჯერ პირობა არასდროს არ დაგვირღვევია. როგორც კი რძეს მოგვიტანენ, ეგრევე დაგიძახებთ მილკშეიქებისთვის. მასწავლებელო მაიკ, მგონი პიცა და აისი უნდა შეიცვალონ. ხო, და ახლები შეუკვეთავენ რძესაც და ხილსაც. გოგოებო, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ისინი საუკეთესოები არიან. უყურებამ თინეიჯერებს და მაგრამ მიგურს. თურმე მილკშეიკი არ აქვთ. ხო, ჩვენი პრობლემები ბევრად უფრო სერიოზულია. ხო, მაგრამ არა უშავს, მანქანას დღეს დავიბრუნებ. მოკლედ, მეგობრებო, აქ ყველანი საერთო მიზნის გამო ვართ. ხო, გვინდა რომ გოგოები დაბრუნდნენ. და ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვაკოცოთ. და რომ ვაკოცოთ, ამისთვის უნდა დავიბრუნოთ. ხო, იმ უცნაური სახლიდან უნდა წამოვიდნენ და ნორმალურ თინეიჯერებში დაბრუნდნენ. კარგი, მეგობრებო, ახლა წერილს დაწერის დროა. მასკოტ წერილი ჩერლიდერების სახლამდე შენ უნდა მიიტანო. ისევ იმ სახლში უნდა წავიდე. არ ჯობია რომ დავუვლოთ, სანამ ჩერლიდერები აქ ბრუნდნენ და ისე მივცეთ. არა, მასკოტ შენ უნდა წახვიდე და მიცე. ჩერლიდერები რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ. ხო, ისინი ზომბების სახლში არ უნდა ცხოვრობდნენ და ზომბებს არ უნდა კოცნიდნენ. კარგი, მეგობრებო, წერილი დავწეროთ. მაგრამ ისე წერილის დაწერა ურთიერთობებს და კოცნებზე ცოტა უცნაურია. რაღაც ხო გჭირდება, შეგვიძლია მშობლებზე დავწეროთ. გოგოებო, წარმოიდგინეთ, რას იფიქრებენ თქვენი მშობლები, როცა ასეთ მდგომარეობაში დაგინახავენ. ხო, და მივწეროთ, რომ საჭიროა რომ სახლში დაბრუნდნენ თავიანთი მშობლების გამო. კარგია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამო, იმიტომ რომ გოგოებს უყვართ თავიანთი მშობლები და აფასებენ. ხო, ასე უნდა გავაკეთოთ. კალათბურთელები, რამდენ ხანს უნდა იყოთ მოწყენილები? ყურადღება მოგვაქციეთ ჩვენ ლამაზ ბაყაყებს. გომეშვებო, თქვენ ყურადღება რატო უნდა მოგაქციოთ? არ გვინდა.
ყალბურთელებო, სად მიდიხართ? ზომბის სახლში არა, ხო შემთხვევით? ვინც ზომბების სახლში წავა, შეუძლია აქაურობას და იმშვიდობოს. ჩვენი მშობლები არ ხართ, რომ წესებს გვიწესებდით. მოდი ჯერ შენ ზომბ შეყვარებულს უთხარი, რომ მანქანა დააბრუნოს. ხო, სმაილ, ჩემი მანქანა. შენი მანქანაა და შენ დაიბრუნო. ხო, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ისე ყალბურთელები მოგწონს, მეც ხوار დავუწყო ყალბურთის თამაში. შეიძლება და ყველაზე მაგარ ბიჭებთან იმეგობრებ. აბა გოგოებო, რა გავაკეთოთ? რა ჩავიცვათ? მე ჩემს კაბას ჩავიცვამ, ლამაზია. თან პირველ პაემანზე ძალიან ლამაზი უნდა ვიყო. მე ჩემს ხვედაბოლოს ჩავიცვამ, თან ზაფხულია და მინდა რომ ამ მოწვეულებაზე დავამახსოვრდე ხალხს. კარგი გოგოებო, მე მაშინ ჩემს ლურჯ ასაცმელს ჩავიცვამ. კარგი, მე ამას ჩავიცვამ, ადამიანი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს იქ რა მეცმევა. ზალინა, ჯერ არ გამოგიცვლია? გინდათ რომ ეს ბიჭები გააკვირვოთ? იცოდეთ, არაფერი გაუკვირდებათ. ზალინა, შენი კომპლექსები ჩვენზე ნუგად მოგაქვს. ჩვენ სადაც მივდივართ, ყველა გაოცებულია. მისმინე ზალინა, მგონი რაღაცაზე ნაწყენი ხარ. აიღე შენი ლურჯი კაბა და წამოდი. ზალინა, მე ამას ვიცვამ ლეოპარდის პრინტით, ხო მაგარია? შენში მაგარი არაფერი არ არის. ზალინა, კარგად გამოვიყურებით. დღეს ზომბი გოგოები გაოცდებიან, იმიტომ რომ ყველაზე მაგრები ვართ. მერი, შენ ზომბი არ ხარ და ჩვენ აქ უცხოები საერთოდ არ მოგწონს, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ გოგოები გიჩვენებენ. რა? მერი, ნუ ნერვიულობ, მაგარ ბიჭებთან ვართ და ჩვენ დაგიცავთ. და ზალინა, ნუ გვაშინებ. ხო და შენ, კნობა, საშინელ კაბაში ხარ, როგორი ძველმოდურია. რატომ გეზიზღები? კნობა, რა თქმა უნდა, ზაკატის გამო. კარგი გოგოებო, ეს ზალინა არ მადარდებს, დღეს ხასიათს ვერავინ გამიფუჭებს საერთოდ. ხო! კარგი მეგობრებო, აბა როგორ დავიწყოთ წერილი? ძვირფასო გოგოებო. არა, ძვირფასო არა, მხოლოდ გოგოებო დაწერე. გოგოებო, თქვენ მშობლებს ენატრებით. ხო, მართალია, მშობლებზე ბევრი უნდა დავწეროთ. დაწერეთ, თქვენი მშობლები გვეკითხებიან, ვიდეოს არზე რატომ აღარ პასუხობთ. ხო, მასკოტ, ასე დაწერე. დიანო, დედა შენი ყოველთვის სმაილს ურეკავს. და სმაილი ყოველთვის რაღაცას ატყუებს. ეუბნება, რომ აბაზანაში ხარ, ან საჭმელს ჭამ, ან დასასმელს იცვლი. ხო, და ისიც დაამატე, რომ კნობას მამას უნდა რომ აქ ჩამოვიდეს და თვითონ გაიგოს თავისი შვილი ტელეფონს რატომ აღარ პასუხობს. მოკლედ, ასე ვწერ, გოგოებო, ყალბურთელებს დაუბრუნდით და ჩვეულებრივი ვიყავით. იმიტომ რომ როცა თქვენი მშობლები სიმართლეს გაიგებენ, შოკში იქნებიან და ცუდად გახდებიან. კარგია, მასკოტ, ახლა ქვემოთ მიაწერე, ყალბურთელები და თქვენი მშობლები. მასკოტ, ახლა ეს წერილი გოგოებს უნდა მიუტანო და უნდა უთხრა, რომ ყალბურთელებისგან და მათი მშობლებისგანაა. და უთხრა, რომ ბევრი არ იფიქრონ, უბრალოდ ამ სახლში დაბრუნდნენ. კარგი მეგობრებო, ვეცდები, მაგრამ ხო იცით, ჩემზე დამოკიდებული არ არის. წარმატებები, მასკოტ. იმედია ჩვენ გამო თუ არა მათი მშობლების გამო ის დაბრუნდებიან. ხო, მოდი კარგზე ვიფიქროთ. რას ნიშნავს რზე ვერ მოგაქვთ დროზე? ხომ იცით რომ მაგის გარეშე ვერ ვმუშაობთ? ხილს როდის მივიღებთ? არ გესმით რომ სიცხეა და ყველას უნდა რომ ლიმონადი დალიოს. აი, სპიცა. ერთი წუთით დაიცადეთ, ისედაც ვერაფერს შეუკვეთავთ დღეს. ვირთხებო რა გინდათ? აი აქ არის პროდუქტები, რაც უნდა იყოს ჩვენს კაფეში. კარგი, მაშინ ხილს სხვა ადგილიდან შევუკვეთავ. აბა გისმენთ ვირთხებო. რა ვირთხებო, წაიკითხე ეს. ხო და არ გაბედოთ, რომ რამე აკლდეს. რძე, კრემი, პორტოხალი, ბაშლი. ვირთხებო, მოდი ჩვენი შეშინება არ გინდათ. ეს ჩვენი კაფეა და ჩვენ გადავწყვეტ რა გვინდა რომ გქონდეს და რა არა. მომისმინე, აქ თქვენ არ წყვეტეთ, ჩვენ უწყვეტეთ. ხო, მასწავლებელმა მაიკმა ამ ყველაფრის უფროსად დაგნიშნა. გოგოებო, რამე პრობლემა ხო არ არის? გასაგებია. კარგი, ყველაფერი ისე იქნება როგორც ციაში. არა, მასწავლებელმა მაიკ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პიცამ და აისმა გაიგეს. ხო, ხვალიდან ყოველ დღე შევამოწმებთ კაფეს. ხო, მეგობრებო, ძალიან თავისუფლები ხართ. ამას გავაკეთებთ, მასწავლებელო მაიკ. ახლავე გაიგეთებთ მარილიან ლიმონადს. აი, ჩვენც გვიყვარხარ. მეგობრებო, მართლა გეუბნებით, უფრო პასუხისმგებლიანები უნდა იყოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ლიმონადები და მილკშეიკები აღარ გაქვთ. პიცა ეს დაწინაურება შენი იდეა იყო. აი, ეს ბოდიში არ ვიცოდი, რომ არ მოგვიტანდნენ რძეს. მოკლედ ასე ვწერ, ზომბებო, ეს თქვენი ბოლო გაფრთხილება. მანქანა დროულად დავაბრუნეთ. ხო, დიმა, კარგია და ისიც დაამატე, რომ თუ მანქანა სხვა დილამდე არ დააბრუნებენ, ჩილიდერების მშობლებს დაურეკავთ და ყველაფერს ვეთქვით, რაც მათ შვილებს გაუკეთეს. კარგი და ბოლოში ამას უძერ, რაც არ უნდა მაგარი ტიპები გეგონოთ თავით, არ გეგონოთ, რომ თქვენთან ვერაფერს ვერ გავხდებით. მორჩა ზომბებო, თქვენი წამზომი ჩაირთო, ყველამდე დაგელოდებით. დიმა და კოსტა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელები. სო, მორჩა. კარგი, ახლა ეს წერილი უნდა მივუცეთ და მანქანა დავიბრუნოთ. კოსტა წვიმა რომ დაიწყოს და წერილი დასრულდეს, მერე რა უნდა ვქნათ? წერილსაც ვერ წაიკითხავენ და არ დაგვიბრუნებენ. ხო, ისე მართალია. მასკოტ, იქნებ წერილი ჩილიდერებს მაგარ მიუტანოს. მასკოტ. ფეხბურთელებო, ახლა ძალიან მეჩქარება და გირჩევ ზომბების სახლთან ახლოს არ მოხვიდეთ. მოიცა რა თქვა? არა, მასკოტ, ორი წამი მოგვისმინა, შენთან საქმე გვაქვს.
რა საქმეა ბიჭებო, დროზე მითხარით, გოგოებთან მივდივარ. ხო და ძალიან კარგია, რომ გოგოებთან მიდიხარ. აი ეს წერილია მათთვის. ოღონდ უთხარი, რომ მათი ზომი ბიჭებისთვისაა. მეგობრებო, ახლა ისედაც მიმაქ წერილი კალათბურთელებისგან ჩილიდერებისთვის. თქვენი წერილი თქვენით მიიტანით. მადლობა, ძალიან კეთილი ხარ. კარგი დიმა, მოდი გარეთ დავუდოვოთ და თუ არ წაიგითხავენ, მე ხოლმე ახალი დავუზეროთ. და რა უნდა ვქნათ, ხოლმე თუ არ წაიგითხო, მაშინ კიდევ დავუზერთ. ყოჩა ჰყოს და მაგარია, შეგვიძლია მთელი წელი მივუზეროთ. აბაზომებო, ცადეთ და ეს წერილი არ წაიგითხოთ. ჩემი წითელი ბავშვი. დიმა, შეეშვი მაგის მოფერებას, ისევ ზომების არის. ყოს და მალე ჩემი იქნება. კარგად, მორჩა ძამო. გოგოებო, შეიძლება შემოვიდეთ. ხო, მზად ვართ, ახლა დაგვინახავენ. როგორ მოგწონთ ბიჭებო? გოგოებო, საოცრად გამოიყურებით. ღვაწლს დამივარდა. კნოპ ამ კაბაში ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან გიხდება. ნასია, შენი ფუმფულა კოსტუმი საოცრებაა. მერი, ამ ლეოპარდის შარვალში ულამაზესი ხარ. გოგოებო, ბიჭებს მოეწონათ ჩვენი ჩაცმულობა. კარგი ბიჭებო, აბა წავიდეთ ზომის კაფეში? ხო, იმედია გოგოები არ მეჩხუბებიან. გოგოებო, არ ინერვიულობთ, თქვენ წინ ქვის კედელი დგას. და ჩემი კედელი სად არის? მერი, ზუპი. კარგი ზუპი. რა, წვეულებაზე მიდიხართ? ხო, არ გინდა წამოხვიდე? ზალინა, კაბა სად არის? გადავიფიქრე წამოსვლა. კარგი, როგორც გინდა, არ მოიწყინო ზალინა, კარგად? კარგად. კარგად ზალინა. მე უნდა ვიყო ზაკატთან ერთად ლურჯ კაბაში. გამარჯობა მასკოტ. გამარჯობა გოგოებო, აქ მოვედი რომ მასკოტ, ბოდიში, ცუდი დროა, ახლა პაემანზე მივდივართ. ხო, კაფეში. კარგად მასკოტ. ხო, მაგრამ მნიშვნელოვანია. ვახ, ძალიან მშია. მინდა რომ ტორტი ვჭამო. ზიპ, ეს რა არის? კონი პარკის ჯარიმა დაგვიწერის. არა, მანქანის პრეცხავია. მანქანის პრეცხავი არ მჭირდება. მანქანას ჩემი პრეცხავი. აბა საყვარელო, წავიდეთ ზომების კაფეში. წავიდით. ახლა კალათბურთელებს რა უნდა უთხრა, რომ გოგოების ზომებით ერთად მიდიოდნენ პაემანზე. გონი ჩვენი გოგოების დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია. ზიპ, გაჩერდი. რა მოხდა, აღარ გინდა კაფეში წასვლა? კი, ძალიან მინდა წამოსვლა კაფეში ზიპ, მაგრამ მასკოტთან ცუდად მოვიქეცით, უნდა დავბრუნდეთ. დიანა, ძალიან უცნაური ადამიანი მგონია, მაგრამ რადგან შენი მეგობარია და თან არაფერს არ შეურს, კარგი, დავბრუნდები. ზიპ, პირდაპირ მხოლოდ კითხავ რა უნდოდა და შემდეგ ეგრევე წავიდეთ კაფეში. კარგი. მასკოტ. ხო, დიანა. მასკოტ, ბოდიში წეღან რაც მოხდა. დღეს არ შეგვიძლია ვარჯიში ბიჭებთან პაემანზე მივდივართ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოვალთ. რამე საქმე გქონდა? არა, ეს ვარჯიშს არ ეხება. არ ვიცი რამე შეცვლის თუ არა, მაგრამ ეს წერილია კალათბურთელებისგან. წერილი კალათბურთელებისგან? ხო, დიანა, უბრალოდ წაიკითხე. კარგი, მე აღარ მოგაცდებ. გოგოებო, თქვენი მშობლები თქვენზე ძალიან ნერვიულობენ, სულ გვირეკავენ და გვეკითხებიან რა გჭირთ და რატომ არ იღებთ. დიანა, დედა შენი სმაილს სულ ურეკავს და სმაილი ეუბნება, რომ ან შხაპს იღებ, ან საჭმელს ჭამ. დიანა, რა მოხდა, მასკოტი ხო წავიდა? წავიდეთ კაფეში, ყველა გველოდება. ნოპა, მამა შენი ამ სახლში მოსვლას აპირებს, ჩანდაბა. მართალია, ჩვენი მშობლები, მათ არიციან, რომ ჩვენ შევიცვალეთ. მოვდივარ ზიპ. კარგად მასკოტ. აბა, მივდივართ. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ პაემანზე. მაგრამ დაწერეთ, რას ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ. მშობლებმა არიციან, რომ შევიცვალეთ, როგორ ვუთხრათ. კარგი, წავედით, კარგად.